მივესალმები ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ის ზუგდიდიდან გვერდება პირდაპირ ეთერში განმუხურიდან სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მათი კანდიდატის შეხვედრა მხარდამჭერებთან ნიკა საღაო მშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მინდა ასეთი კითხვი დავიწყო თქვენთან საუბარი ვიდრე დეტალურად ვისაუბრებ წინა საარჩევნო გარემოზე ზუგდიდში თქვენი ძალა პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს რომ არ დათმობთ ამ არჩევნებს არ დათმობთ არაფერს. თუ მოხდება ისე, რომ გაიმარჯვებს პირველივე ტურში ხელისუფლების კანდიდატი, ამაზე კეთდება განცხადება, რომ მათ აქვთ რაღაც კვლევები, რომლითაც პირველივე ტურში ოცნება იგებს ამ არჩევნებს, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ თქვენი ნათქვამი, არ დავთმობთ არაფერს. არ დათო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობთ, რომ არ გავაყალბებთ არჩევნებს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვამხილებთ უკვე არაერთ ხსნელობაში და ბევრი რომ არ ვისაუბროთ ალბათონო ინგა იმაზე თუ ასიძახის ეხა ქართული ოცნების რომელიმე ერთი ცალკე აღებული ლიდერი რომ ჩვენ რაღაცა კვლევა გვაქვს ახლა მეხსიერება ხო არა გვაქვს ხანოკლე 8 საათი იყო პირველი ტურის დასრულდა არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, არ ვიცი ვინ არ იყო და მოვიგეთო იმედზე პირდაპირ ეთერში ბატონი კობახიძე მოვიგეთო 15%-ით მოვიგეთო და წააგეს პირველი ტური. ეხა ძალიან ვთხოვთ, ხულვახტილად ამაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება რას საუბრობს, არა თუ არ არის საინტერესო, არა ამას არ ვამბობ ჩვენ. მე უბრალოდ არის თავიდან ბოლომდე ტყუილი ყველაფერი. თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დგას ქართული ოცნება და ვიზძალადობაზე რომელ დესტაბილიზაციაზე მომდინარე ჩვენსგან საუბრობს ქართული ოცნება ვითომ რაღაცა იქ ვიცითო და გაუჭედათ ხახტო ზას სამადაშვილს რომ პანჩურს ამოვარტყამ და ნიკა ვაჩეიშვილს ხელს რომ გაარტყამ ინკა ძალიან ვთხოვთ რა და აი ამის შემდეგ ერთი ადამიანი რის ვაგლახითო დააკავეს თვითონ საჩვენებად და კაცმაძე ჩაატარეს 4 სად არის ამის შემდეგ საკრებულოს მოქმედი წევრი დანელია ვინმე რომ საუბრობს იმაზე რასაც საუბრობს და იცი თქვენ ახლა გაუშვით ეთერში რომ მოისყიდეთ დავალება გვაქვსო ხახტო ეს ხო მომისვეთ ერთი წუთით შეიძლება ადგილობრივ დონეზე ბატონი ეს დანელია არის ძალიან პოპულარული წამყვანი პოლიტიკოსი ერთ-ერთი ზუგდიდში საქართველოს რიგებიდან ზუგდიდში ვიღაცა არ რა თქმა უნდა საკრებულოს წევრია მაჟორიტარი დეპუტატია სოფელი ერთ-ერთი დიდი დარჩელიდან ეს ვიღაცა კი არ არის ხო ეს ადამიანი საუბრობს და ამას არათუ ვისმენთ ხედავთ ადამიანს საუბრობს რომ დავალება გვაქვსო ზევიდანო რომ მაქსიმალური საარჩევნო ტერორიო მოსყიდვაო, შანტაჟიო და ამ ყველაფერმა თუ არ გაჭრაო, გაიტაცეთ თუ ცალკე ოპირებზე ლაპარაკი ფალსიფიცირებულია ის გვიმტკიცებს ნიკა ეს საუბარიო და ვიცით რომ გამოძიება დაიწყო ფალსიფიცირ ყველაფერი მაჩალიკაში ყველაფერზე საუბრობენ მესმის რომ თქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები მაგრამ ისიც მესმის უკვე რომ თქვენს ძალიან კარგად გესვით ხალხს რა ისმის უკეთესად უკვე ხახდო რა ფალსიფიცირებული ეხლა კარგით რა ადამიანს ხედავთ რა არის ერთი ეს იყო ფალსიფიცირებული და მეორე ის კიდე იმასთან რომ შევიდნენ რა ქვია ციხეში მიზესუფალიანთა და მესამე ის იყო კიდე ფალსიფიცირებული ლევან ყიფიანის სარდაფში რომ ჩაიყვანეს და ამაზე რომ საუბრობენ და რომელ ერთი მოგიყვავის ხახდო ქართულ ოცნებას უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ხალხთან მისასვლელი პირი აღარ აქვს აი ამ ტყუილების სიცრუეში 7 წელი აცხოვრებს მართა და ძალიან მომბრეობითმა პოლიტიკამ შედეგად გამოიღო ის რომ ქართული ოცნება დაპირებითაც კი ვერ მიდის ხალხში აი აქ ეხა საიდანაც ვერთვები განმუხურიდან აქ 3000 ზუგდიდელი იყო დღეს აქ 3000 კი არა 500 ზუგდიდელი არ მოვიდოდა და ჩვენც არ მოვიდოდით აქ რომ დაგვენახა რომ ამ წლების განმავლობაში ოდნავ მაინც რაიმე წინსვლა არის მართლა არ მოვიდოდით ინგა მე ამ ქალაქში მართლაც ჩემთვის ძვირფასია შობლიურია რა თქმა უნდა დედის ხიდანაც და მამის ხიდანაც ვარ ამ ქალაქიდან ხო წარმოშობი და თუ ვინმე ნათესავი მყავს ამ ქალაქში ცხოვრობს და არ მომერიდება და ვიტყვი 2012 წელს მიუხედავად იმისა რომ ნაციონალურ მოძრაობამ გაიმარჯვა ზუგდიდში მე მგონი რამდენიმე ნათესავმა მიცა ხმა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა ხარი ქართულ ოცნებას რატო ყვები ამას დღეს ამ ხალხის განწყობა ხო ვიცი
ნიკა ოცნება იგებს და ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ხალხში დაგროვილ აგრესიას იყენებსო პროვოკაციებისთვის ეს ხალხი პოლიტიკურ დავალებებს იღებენ ნაციონალები და ამიტომ პროვოკაციას აწყობენ მესმის თუ შეიძლება მასაუბროთ იმიტომ რომ მე კი მაგისტრის გთხოვეთ ნიკა მონაწილეობა კი ხო რაღაცა ხო უნდა თქვა რაღაცა პირი ხო უნდა გააღონა რაღაცა ბგერა ხო უნდა თქვა ჟურნალისტი რომ რაღაცა ხო უნდა თქვა და სხვათა შორის ქალბატონ ჩუგოშუზე არ საუბრობ ხოლმე ხშირად რიგი რაღაცა სუბიექტური მიზეზების გამო მაგრამ მე მას ვურჩევ რომ შავზე თეთრის ასე თქვა თეთრის ზახილის გამო ბრიფინგების ჩატარებას იქნებ მოერიდოს ეს ყველაფერი ნამდვილად კარგ სამსახურს მას არ გაუწევს ხახდო ვიზე ვსაუბროთ ხალხზე ვსაუბროთ ვინც იმ ადამიანებს ვისაც აძაგებდა და შემთხვევაში შეიძლება სამართლიანად აძაგებდა გვერდში დაიყენა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით და მას შორის ზუგდიდში ამათი მთავარი სახე ზუგდიდში ერთ-ერთი გახავთ ის ადამიანი ვისიც დაიწყე თქვენ საუბარი ვინმე ბატონი თამაზ თუ თაზო ფასაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მე ჩემი პოზიცია ღია დავაფიქსირე მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე შესაბამისად ამ კითხვას დაუსვა მოცნების წარმომადგენლებს დღევანდელ ეთერში ნიკა მე კითხვა დაგისვი და მაინტერესებდა ამაზე თქვენი პასუხი აი როდესაც აანონსებთ რომ დაიცავთ ამ არჩევნების შედეგებს თუ მოხდება ისე რომ გაიმარჯვებს ქართული ოცნება რას აპირებთ შემდეგ ერთ-ერთი ჩვენ მომის აი ზუგდიდში არჩევნები რატო ტარდება მოდი გავიხსენოთ რა იმიტომ რომ მოხდა დაკავება ზუგდიდის მერის სუსის მიერ კორუფციულ დაპირისპირება იყო პირველ ტურამდე იყო ეს ცნობილი საპრეზიდენტო არჩევნების მაშინ ხელი არ ახლეს ერთმანეთს იმიტომ რომ ქონდათ იმედი რომ იქნებ ბევრი თუ ვიქნებით ეხა მოვიგებთ არჩევნებს და პირწმინდა წააგეს 15000 ხმით წააგეს პირველ ტურში ხახტო რას ლაპარაკობთ რაზეა საუბარი რომელ აწმოს გაყალბებაზეა რომელ რაღაცა ბუას ძებნაზე არის რომელ ამუნიას ძებნაზე არის ხახტო ბავშვები ხო არა ვართ ეხა რა ვიცი თუ ამუნია სადმე ზუგდიდში და არ ვიცით პირველ ტურში 15000 ხმით შენ ოჯახ გაშენებულო როგორ წააგი არჩევნები იმაში რა ქვია ზუგდიდში ხო როგორ წააგე თქვენ ქვეყანაში და მე ყველაფერი გააკეთე და იაკერზაიას ადამიანი შეიწირე მოკალი პრაქტიკულად და ზეწოლაზე ახორციელე გონია ვინ პარტია ატარებს კაცო არჩევნებს ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული გუშინ ელემენტარულად ჭკუაც არ ყოფილ პირდაპირ გეტყვით ეხა გუშინ განცხადებით ჩასაბარებად მივედით საკრებულოს შენობაში უნდა დაგვერეგისტრირებია განცხადება რომ აი ეს მოძავადე საკრებულოს წევრი იქნება მას იმუნიტეტი შეუჩერო უფლებამოსილება უпростоრად და რიგარეშე სტომის ჩატარებას დიახ რიგარეშე სტომის ჩატარებას ვითხოვდით ვაპირებდით აი გეხმებწევით ვაპირებდით მისვლას დარეგისტრირებას კანცელარიაში გამოსვლას და მედიასთან განცხადების გაკეთებას და დაგვხვდა მთელი დივიზიონი პოლიციის ნიკა რა უხოთ ხელისუფლების განცხადებას რომელიც ამბობს რომ მათ არეულობა არაფერში სჭირდება და თქვენგან ხდება ამ პროვოკაციების დაგება არ მივიღებ თქვენი ჭირიმე მე მაინც როცა ვარ ეს კითხვა არ დამისვათ ძალიან გთხოვთ რა მე ყველა კითხვა უნდა დამისვათ ვინც არა მე ვარ ადამიანი ვინ საუბრობ ძალადობაზე ხახტო კორცხელში რა გააკეთეს რახან ამ რეგიონში ვარ სამეგრელოში კორცხელს მოვიყვა მაგალითად და არ მოვიყვან ახალ ქალაქს და სხვა ქალაქებს კორცხელში რა გაგვიკეთეს გასულ ცხვირპირი და თავი და ყბა გაგვიერთიანეს ხო სპორტსმენებით და მუტრუკებით გახსენებებში ეხა ნუ წავალ თორე წარმატებით კარალეც გახსენებენ ყოველთვის თქვენს კალაძისთვის არ მაინტერესებს საერთოდ და მოსაბეზრებელიცაა კაბატონი მოსაბეზრებელი რატომ არის ისე იმიტომ არის მოსაბეზრებელიო ამ 7 არა თქვენ შემოგევლეთ იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში ხალხმა გულახდილად მიცა ხმა ბერმა ბიზინა ივანიშვილს მაგრამ მიცა რომ სადაც კარგები იყავით ის განავითარეთო და სადაც არ მოგწონდა წინა ხელისუფლება ის აღარ გააკეთოთო და სუდში გვაჯობეს მანკიერებაში გვაჯობეს და კარგში ვერ გაგვიწიეს კონკურენცია კი რა თავ დაღმართში მიდია ხახტო
და ეს ადამიანები საუბრობენ ძალმომრეობაზე და ძალადობაზე, რა გააკეთეს, რა გაუკეთეს იაკერძეზე, ვინმე ეს ბატონი გეგა შენგელია როგორც კანდიდატი, ჩემთვის არ არსებობს, ხო, იმიტომ რომ ღირსეული კანდიდატი და ზუგდიდელი გამოვიდოდა და დაგმოვდა. აი იცით რა მიკვირს და არ დაგიმოვთ ბევრი ხელისუფლების ფარგლებში და პოლიტიკოსებს სანამ ჩავერთვებოდი პოლიტიკაში მიკვირდა ყოველთვის. ახლა რომ გეგა შენგელია გამოვიდეს და დაგმოს და თქვას არ შეიძლება ძალადობა. აი ძალიან ცუდია დადიანების სასახლის მიდება ტერიტორიაზე რაც მოხდა და პანჩური არ უნდა მოარტყა ასაკოვან ადამიანს დამსახურებულს მათ შორის. არ შეიძლება გაყაბების უცდელობაზე იყოს საუბარი. არ შეიძლება დანელია იყოს ჩართული ამ საქმეებში ასე შემდეგ. და რომ დაგმოს ეს რატო იქნება მინუსი ხახნო მისთვის ეს ხო პლუსი იქნება და ბევრი ანუ ჩამოუყალიბებელი ამორჩეველი შეხედავთ რომ ეს ბიჭი მე მგონი მართლა არის ობიექტური მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამს ხმას ვერ იღებს დამოუკიდებლად ეს არის ნიკა თუ სანდრა როლოვსი დამარცხდება ისე თუ მოხდება აღიარებთ თუ არა შედეგებს გავიგეთ ერთი და იგივე კითხავს რატო არ მიმიღია პასუხი და ამიტომ გიტრიალებთ არა მომისვინეთ როდის ჩერეთით რომელი არჩევნების შედეგები ჩვენ მიგვიღია და სად გინახავთ ალბათო რომ გამოვარდეთ აი სად გინახავთ ის რომ ჩვენ გამოსულავთ და რაღაცა მოლოტოვის კოქტეილები გვისვია მაგრამ გეგა შენგელია რატო უნდა მოიგოს ზუგდიდში ან რის ხარჯზე უნდა მოიგოს ზუგდიდში გამაგებიეთ ერთი თუ მოხდება გამაგებიეთ რა წარმატებული გუნდის წარმომადგენელია 1% მაინც მისმა გუნდმა შეასრულა დაპირებები 7 წლის განმავლობაში კარგი მოსაუბრეა პროფესიონალია თუ რა არის არა ხახტო ერთადერთ რამეზე დგას ეხლა ხანს აქ ვიღაცებს დადიან და ეუბნებიან რომ იცით რა რომ მინდა განცხადებასავით გავაკეთო განცხადებასავით რატო განცხადება და მინდა ამაზე დაფიქრდე საზოგადოების ის ნაწილი რომელსაც შესაძლებელია ეს ეხებოდეს აიო შორეო მიხვალო არჩევნებზე აუცილებლად რომ შემოხაზავ და ქართულ ოცნებას ნუ შემოხაზო უნდა დაუსვა სამკუთხედი ან ოთხკუთხედი რომ ჩვენ მივხვდეთ მე რო შენამდვილად ვიცი ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ხალხო მეტი არაფერი მის მიღმა არ დგას ეხლა წარმოვიდგინეთ სადაც 1500 კაციანი უბანი არის ამორჩევლიანი უბანია იქიდან ეხლა 100 ან 50 ადამიანი რომ სამკუთხედს შემოხაზავს ვინ გაარჩევს იქ ვისი სამკუთხედია და ვისი ოთხკუთხედია არაფერი გარდა ფსიქოლოგიური ტერორისა ამ ნაწილში არ არის ამიტომ ქართული ოცნება ინგა არის გაკონტრებული და გაბანკროტებული გამარგინალებული არაფერზე მდგომი აი ეს მხეიძე დღეს რო ახსენდეს და რო გამოდიან ზვიად გამსახურდია საერთოდ არ შევხებიო რა თემას მაგრამ რაღაცას ხო აქვს საზღვარი გამოდიან ისა აპოლოგიით ზვიად გამსახურდიზე ვინ ხახდო ვინ ავტომატით დარბოდნენ და ის რა ქვია ზვიად გამსახურდია ჩაუშასკო და რასაც არ მინდა ამაზე საუბარი მაგრამ ეს ბატონი ხეიძე ლაპარაკეს დღეს თუმცა ნიკა აი უყურეთ მე გიამ ხეიძეზე ძალიან ბევრი ვისაუბრე ამაზე ქართულოცნებას კითხავ ერთი წამით კითხვა და მას მევინეთ მე ხომ გაცდით საუბარს მოისმინეთ ჩემი შეკითხვა მაგრამ აი როდესაც ეხა თქვენ საუბრობ დავუშვათ გიამ ხეიძეზე ხელისუფლების მომხრები ამ დროს თქვენ გუნდს ახსენებენ სანდრა როლოვსის ცნობილ წიგნს სადაც იგივე გამსახურდია ყოფილ პირველედის ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელად ხავს მოხსენიებული არა რელევანტური შედარება არის რატო არის არა რელევანტური სუბძოლის რეჟიმში იმიტომ რომ 20 წელიწადს თუ როგორ გეკადრებათ რატო რა არის ეხა შედარება რინგა შედარება ადამიანი მოსაკლავად მისდევდა ხეიძე ხაბატონო ინგა გთხოვთ მასაუბროთ იმიტომ რომ თქვენ გაგეკნებათ გთხოვთ რა ისაუბრე ადამიანი ავტომატით ხელში მისდევდა და დემნის ოპერაციას ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილზე იმაზე რა ქვია ბიძინა ივანიშვილი რა იყო და ზვიად გამსახურდიაზე ეს ბატონი ხეიძე და კომისიის დასვნა არსებობს იგორ გიორგაძე რო გიორგაძეა კოსტა რა ვიცი მტერი მოყვარე რა ვიცი ყველა ამას 17-ჯერ არის ნახსენები 17-ჯერ არის მოხსენიებული იმ დასკვნაში და თავარი რაც არის ეს იყო წლების წინ მაგრამ 16 წელს იცით რა ქნა იმიტომ რომ მე პირადად გავხდით ჯიხაშკაში და ვიცი ეს არის წმინდა წყლის კრიმინალი როდესაც დაიხურა 2016 წელს ზუგდიდის რაიონის მაშინ ორი ოლქი იყო ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის ასე თქვათ რაიონი ანუ სოფლები სასოფლო დასახლებებში ტარდებოდა არჩევნები და სანდრა როლოვსი იყიდა კენჭ სანდრა როლოვსი მოგებული იყო და რა გააკეთა
ქართულმა ოცნებამ ამ ხეიძეს დახმარებით ორი საარჩევნო უბანი, რომელიც ერთ შენობაში იყო განთავსებული, შევარდა პირადად და დაარბია ყუთები და გაიტაცა ყუთები, კამერები, რომელიც აფიქსირებდნენ ამ ყველაფერს, დაამსხვრია, ესეც გაიტაცა, რომ მე ფაქტები არ ქონოდა მტკიცებულებები და ჩაშალეს ეს უბანი და მე ხელმეორედ გახდა და ასე თქვათ ჩასატარებელი არჩევნები და 2 თვით თუ 3 თვით საჩვენებლად უბრალოდ დაიჭირეს ეს ხეიძე. 2-3 თვით და მე გამოუშვეს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ახლა იძალა და ახლა აი 2-3 წლის წინ. ამიტომ ქართულ ოცნებაში პირდაპირ გეტყვით, ბევრი რო არ გადავღალო მაყურებელი რა. 2012 წელს როგორც ნაციონალურ მოძრაობას აღარაფერი აღარ ეშველებოდა რა. ტყუილით მართალით რა მნიშვნელობა აქვს? ხალხში იყო მზაობა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და შეიცვალა კიდევაც. არაფერი ქართულ ოცნებას აღარ ეშველება. მთელი ოპოზიციად განწყობილი მოსახლეობის აი ეს აქტიური ნაწილი რომ მივიდეთ ეხა ქართულ ოცნების ოფისში და რო უთხრათ ძმებო და დებო, თქვენ თავად მოდით ერთად ვიყოთ, ვერ უშველით, ჩვენც ვერ უშველით. რატომ ვერ უშველით, იცით? იმიტომ რომ რაღაცას ხო ლიმიტი აქვს, იმ ტყუილსაც ხო ლიმიტი აქვს, იმ დაცინვასაც ხო აქვს ლიმიტი, იმ ცინიზმსაც ხო აქვს საზღვარი. არა, ამათვის აღმოჩნდა რომ ეს არის უსაზღრო და ულიმიტო და გააგიჟეს ხალხი. გააგიჟეს 10,000 ზუგდიდელი არის უკანასკნელი წლების განმავლობაში გასული ზუგდიდის რაიონი და დაცლილია რაიონი, დაცლილი არის ზესტაფონი, თბილისი, ქუთაისი და ერთი ადამიანი და ორი ადამიანი დიდდება დანარჩენი საქართველო ღარიბდება და ამას ყოველდღიურად უყურებს ყველა. კარგით, ნიკა, ბოლო კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ რა. რასიზმს თუ გამარჯვებას გამოაცხადებს ოცნება 19-ში. ხაბატონო ინგა, ძალიან დიდ პატივს და ძალიან მიყვარხარ როგორც ჟურნალისტი და ვფიქრობ, აი ჟურნალისტი რომ მოვიდეს და რომ მკითხას, თქვენი საყვარელი ჟურნალისტი მე პოსტს გავცებ მე ვიცი, მაგრამ ხშირად ხარ ძალიან შევთი პროგნოზირებად, აი ვიცოდი ბავშვიცაო რომ ამ კითხვას დამისმევდი. ნუ ასეთი პრიმიტიული აზროვნება მაქვს რასიზმს. ასეთი ჟურნალისტიკაც უნდა მიიღო. არა, ბევრჯერ, არა, ჩემო გალბატონო ინგა. რას ვიზამთ და რა გავაკეთეთ კორცხელში? დავიცავით ხმები და მოვიგეთ. ვეცდებით რომ არ გავაყალბებიოთ და რა გავაკეთეთ გუშინ წინ არ მივეცით გასაქანი გაყალბების მცდელობას და ის CSKO-ში აქ ზუგდიდში რა გაყალბების სქემაც იხარშებოდა ხომ ავკვეთეთ რა გავაკეთეთ ავკვეთეთ რა გავაკეთეთ გამოვავლინეთ ეს ბატონი ბოძალადე დანელი ეს აკრებულოს წევრი ქართული ოცნების რა გავაკეთეთ ასევე ვეცდებით რომ ავკვეთოთ გასაგებია და თქვენ განახოთ თქვენ თავის იმას რა ქვია მუშტიკების გამართვას კი არ ვაპირებთ მედიაც იქნება და დაინახავთ მადლობა სხვათა შორის საგანგებო ეთერისთვის ვემზადებით ჩვენ TV პირველი და მთელი დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრიდან მაყურებელს მივაწვდით ობიექტური რა არის საგანგაშო რა არის ძალიან მოკლედ უნდა თქვა ნიკა და გადავდივარ სხვა სტუმართან ძალიან მოკლედ ნამდვილად ეს არის ხალხო შუალედური არჩევნები საერთოდ არ უნდა იყოს ციებცხელებას არჩევნო აი ეხა ნახევარმა საქართველოს კი უნდა იცოდეს რომ არჩევნები არის ზესტაფონში, თაწმინდაზე, ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, არც უნდა იცოდეს ესეთ. ხდებით რა დღეში არის ხელისუფლება, რომ მისთვის ეს არის პრაქტიკულად აი რა გითხრათ, აი მოძღვრება რაღაცა თითქოს და კაცობრიობის დასასრულის შესახებ. მე ხდები რა იქნება 20-20-ში ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივი წარმოსადგენია. როგორც ადვილად იმარჯვება ქართული ოცნება, გეტყვით რა იქნება, როგორც ადვილად იმარჯვება ქართული ოცნება არჩევნებში 2013 წელს, 2014 წელს, ასევე ადვილად დამარცხდება თუ კი განვე მივიდა ქართული ოცნება და გაქცევა შაშანდელი თოვლივით, როგორც მოქალაქეთა კავშირი არ არსებობს, აბა თაზოფასაცია და ის იქნება რა ქვია ბატონი კობახიძე იქნება ოპოზიციონერი და ისინი გამართავენ ოპოზიციურ ბრძოლას მადლობა ნიკა დიდი მადლობა რო გაქრებიან ობიექტივის ასე თქვა მიღმა და ვეღაც დაინახავთ მაგას დაგე შევახსენოთ კი ბატონო ერთმანეთს მადლობა ნიკა კვირას მოკლე დილიდან ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ ეთერში საგანგებო ეთერი და მათ შორის ზუგდიდში კარგად ბრძანდებოდეთ ეს იყო ნიკა მელი